ძალიან კარგად გვახსოვს ბევრი ტყუილი, რომელიც მოგვისმენია, მათ შორის წინა საარჩევნოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ. მე პირველ რიგში მინდა აი ქართული ოცნების იმ ადამიანებს მიმართ, რომ მოკლედ ვინც ქართული ოცნების ხარდამჭერი ან ხარდაუჭირ ან ხმა მისცა დაუშვათ 2024 წლის არჩევნებზე. აი სად არის ის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრა ორი კვირა რო იყო დარჩენილი ივანიშვილი რო გვეუბნებოდა რომ არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ შეხვდებოდა და გადატვირთავდა ამ ესე ვთქვათ ურთიერთობებს. სად არის ის 20 იანვარი მთელი ქართული ოცნება რო ამშვიდებდა და აწმარებდა მთელი საჯარო მოსამსახურეებიდან დაწყებული თავის ხარდამჭერებით დასრულებული რომ აი 20 იანვრის შემდეგ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღიდან ფაქტობრივად მოხდებოდა საქართველოს საკითხის ასე ვთქვათ, გადახედვა და პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა. სად არის ეს დაპირებები, ესე ვთქვათ, ეს მოლოდინები, რომელიც შეუქმნეს საზოგადოებას? არცადაც არ არის გუშინ საცოდავად, ესე ვთქვათ, ერთ ტონში ამღერებული მთელი ქართული ოცნება ეხვეწებოდა ფაქტობრივად, პრაქტიკულად ტრამპს და მის ახალ ადმინისტრაციას, რომ იქნებ როგორმე დაგველაპარაკოთო და გამით ეს მეორე საკითხამდეც. ეს მეორე მხრივ ძალიან დიდი აღიარებაც იყო, რამდენად აი როცა ჩვენ ვამბობდით, როცა პროპაგანდა მუშაობდა, რომ აი ვიღაც წავიდა იქ IMF-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე ვიცე-პრემიერი იყო გახსოვთ ლევან დავითაშვილი და ამას ყიდდნენ რაღაც დიდ გამარჯვებად, ესე ვთქვათ, ამ ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში, როცა მე რაღაც ასე ვთქვათ კომუნიკაციაში შევიდნენ თითქოს ანუ სახელმწიფო დეპარტამენტთან და ამას პროპაგანდა ყიდდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აღიარებად ქართული ხელისუფლების. გუშინ ხო თვითონვე გამოაშკარავეს რეალურად რაშია საქმე. და ამ წერილის სტრიქონებს მიღმა სიტყვების მიღმა ძალიან კარგად ჩანდა რეალურად ამ წერილის რეალური ავტორი, ხო, ივანიშვილი, რომელიც თვლის რომ მას უნდა ესაუბრონ და ის არის ამ ყველაფრის ესე ვთქვათ გადამტვირთველი, მაშინ როდესაც არ დაუკლია თვითონ არც ლობისტური საქმიანობები, როგორც აღმოჩნდა და არც ესე ვთქვათ შიკრიკების გზავნები. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხს, მოდი ესე ვთქვათ, რას ვნახავთ ჩვენ? ეხლა თქვენ ბრძანეთ, რომ ტექსტი ხელმისაწვდომი არ არის, არაფერი განსაკუთრებული მოლოდინი ამ ტექსტის მიმართ არ უნდა იყოს, ეს იქნება პოლიტიკური განცხადება პარლამენტის მხრიდან ასე ვთქვათ მიღებული და პრაქტიკულად ექნება ამ განცხადებას ექნება აბსოლუტურად ჩალის ფასი, იმიტომ რომ მარტივადაა ხო აქ საქმე ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულს, რომელიც არის გადამგდები, რომელმაც არაერთ გზის გადააგდო ქართველი ხალხი, არაერთ გზის გადააგდო საერთაშორისო პარტნიორები და საბოლოო ჯამში მოიპარა ქვეყნის არჩევნები და ხალხს მოპარა საკუთარი ესე ვთქვათ პოლიტიკური ნების განხორციელების მთავარი მექანიზმი, რა თქმა უნდა მათთან არავინ ძველ ჩარჩოში ურთიერთობებს არ დააბრუნებს. რა თქმა უნდა შეიძლება არსებობდეს კომუნიკაცია და ეს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც გაჟღერდა, ხომ? ჩვენ ვნახეთ რომ ჩვენ ვესაუბრებით მათო, ეს ოფიციალურ განცხადებაში იყო ეს პოზიცია, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ჩვეულ ნორმას დაუბრუნდეს და კიდევ უფრო უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს ქართულ ხალხს და უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატოს ამერიკელმა ხალხმა, ესე ვთქვათ, ქართული ხალხის მიმართ, რაც ასახულია მათ შორის მეგობარ აქჩიდაც, ამისთვის რა არის საჭირო? ამაზე ესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ამაზე ესაუბრება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატები, ამაზე ესაუბრება ბრიუსელიც მათ, ამასთან დაკავშირებით საუბარი აქვთ სხვადასხვა პლატფორმაზე, ხო? ეხლა მე დარწმუნებული ვარ, ამას იკითხავთ და ბარემ გიპასუხებთ, ხო? იყო რამოდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ფორმატში. თემამდე მივალთ, ბატონო, ეხა იქამდე მინდა რომ კი ბატონო, მოკლედ ამ განცხადების წერილიც შევაფასოთ, რომელსაც ირაკლი ყობახიძე უბრძანის დონალდ ტრამპს და ჯეიდ ვენსს. ხო, აი თქვენ კი თქვით, რომ რეალურად წერილის ავტორი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა არის რამდენიმე კითხვა, რომლის დასმაც მინდა ამ წერილის კონტექსტში, მაგალითად, აი რა ტონს ხედავთ ტრამპისა და ვენსისთვის გაგზავნილ წერილში და რატომ გეკითხებით ამას? აი ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ყობახიძე და ზოგადად ქართული ოცნება აგრესიულია, ასე ვთქვათ, ამერიკის მიმართ, მეტიც ითქვა, რომ ეს არის დიპლომატიური დემარში. აი თქვენი აზრით რა განწყობას აჩვენებს საქართველოს ხელისუფლება ამ წერილით ტრამპს? ეს არის მოჩვენებითი პრინციპულობა, მოდი ესე დავარქვათ ამას, ეს არის მოჩვენებითი პრინციპულობა, რომლითაც გარკვეულ ესე ტაქტიკურ პიარულ და სტრატეგიულ კომუნიკაციების კონტექსტში რო შეხედოთ ამ წერილს, ბუნებრივია ეხლა წერილს უნდა ქონოდა გარკვეული, ესე ვთქვათ, პრინციპულობის ელფერი, იმიტომ რომ უბრალოდ
აუხსნელი იქნებოდა სხვა. ეხლა ჩვენ ხო თანხმდებით იმაში, რომ ამ წერილის ადრესატი სინამდვილეში არა ტრამპი ან ჯეი დი ვენსი არამედ არის საქართველოს მოქალაქეები, ხომ? იმიტომ რომ ეხლა იქ წერილშივე წერია, რომ ქართული ოცნებას არაერთი მცდელობა ჰქონდა ამ დასაჯაროებამდე კომუნიკაციის შექმნის, ხო? და რა თქმა უნდა, ღია წერილის ადრესატი ამ შემთხვევაში არ არის ტრამპი ან ჯეი დი ვენსი. ეს რაც წერილში წერია, ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ლობისტებისა და ბევრი სხვა შიკრიკის მხრიდან ბევრჯერ იქნებოდა გაჟღერებული, ბევრად უფრო რბილ და ასე ვთქვათ თავმოხრილ თუ თავმოტეხილ მხრებში მოჩეჩილი პოზიციიდან. მაგრამ ეს წერილი რა თქმა უნდა შედგენილია ქართული საზოგადოებისთვის, რომელსაც ცდილობენ რომ ასე ვთქვათ შეაგუონ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში ვერ ხერხდება ამათი გამოგონილი deep state-ის დამარცხება და ქართული ოცნების ბრალეულობა, სწორედ იმ დაპირებების ვერ შესრულებაზე, რომელზეც მე დასაწყისში ვისაუბრე, რომ ორ კვირაში ელჩთან შეხვედრა უნდა ყოფილიყო, გადაწყვეტილიყო, შემდეგ იყო 20 იანვარი, რომ თურმე 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა და ვერ შეიცვალა. შემდეგ იყო კიდე რაღაც ახალ-ახალი თარიღები და ვერაფერი ვერ მოხდა, ვერაფერიც ვერ გადაიტვირთა. აი ამაზე პასუხისმგებლობა ოცნებამ კი არა აიღოს, არამედ სხვას გადააბრალოს. ეს არის ჩვეულებრივი სტრატეგიული კომუნიკაციების ტაქტიკა, მოდი ესე ვთქვათ, რომლითაც კომუნიკაცია არა ტრამპთან ან ვინმე სხვასთან, არამედ ქართული ოცნების მხარდამჭერებთან ხდება. დამხრებ მოხრილი თუ მოტეხილი პოზიცია ახსენეთ, არა და ამის საპირისპირო განცხადებები გვესმის ქართულ ოცნებაში და მოდით ამ კონტექსტშიც კითხოთ, არ ვიცი, ალბათ მოусმინეთ გუშინ მამუკა მდინარაძეს, ჩვენ ვახდენთ დეკლარირებას, რამდენად თავმოყვარე სახელმწიფო შევქმენით, ისევ ის ძალები მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც მართავდნენ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, მათ შორის გავლენები აქვთ ევროპაზე. უნდა შევაიარაღოთ ქართველი ხალხის სიმართლითო, ამით ხსნის მდინარაძე ტრამპისა და ვენსისთვის ღია წერილის გაგზავნის აუცილებლობას. აი რას უპასუხეთ მდინარაძე იმაზე, რომ ქართული ოცნება ქმნის თავმოყვარე სახელმწიფოს და არა თავდამხრებ, ასე ვთქვათ, მოხრილს თუ მოტეხილს, როგორც თქვენ. თავმოყვარე სახელმწიფოს ვერ შექმნიან უთავმოყვარეო ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპი, არანაირი ფასეულობა, რომლებიც ყველა ხელისუფლების მონები და უკაცრავად ამ სიტყვაზე და ჩმორები იყვნენ, ვერ შექმნიან, ასე ვთქვათ, ღირსეულ სახელმწიფოს და თავმოყვარე სახელმწიფოს. ეს მათ შორის ააშკარავებს. წერილშიც ხო ძალიან ნათლად გამოხატულია, რომ ეს არ არის პირველი მცდელობა ამ კომუნიკაციის. ხო? აბა წინა გაგზავნილი წერილებიც გამოაქვეყნონ. იქ ვნახავთ როგორი ტონით იქნება საუბარი. ან გამოაქვეყნონ, რა ვიცი, ლობისტების სასაუბროები, რომლითაც აგზავნიან ამ ლობისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი იქ ვნახავთ როგორი თავმოყვარეები არიან და როგორი, ესე ვთქვათ, გზავნილები ჩაქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქედან. აი მაშინ გამოჩნდება როგორ თავმოყვარე პოზიციებიდან ესაუბრებიან ხალხმა, რომელმაც ფაქტობრივად იმის გამო რომ მიეთვისებინათ აქ ძალაუფლება, ხელში ჩაეგდოთ უკანონოდ ეს გავლენის ბერკეტები და ძალაუფლების მექანიზმები, უბრალოდ გადავკიდა დასავლეთი. გადავკიდა ამერიკის შეერთებული შტატების საკუთარი პარტიული და პერსონალური ინტერესების დაცვის პროცესში. ის კი ვერ მოახერხეს და გუშინ კიდე რაღაც ახალი კონტექსტი დაამატეს ამას, რომ თურმე ჩინეთთან ურთიერთობები ყოფილა ამ რისხანების თუ ამ დამოკიდებულების საფუძველი ჯერ კიდე 2019 წლიდან. აი, უსახური ხალხი საუბრობს აბსოლუტურად მისთვის გაუგებარ საკითხებზე და ცდილობს რაღაც ახალი პროპაგანდის ხაზები შემოიყვანოს, დავასრულოთ თუ შეიძლება. ეს არის სამარცხვინო, მაშინ, როდესაც 2017 წლიდან მოყოლებული მაშინ ჩვენი გიორგი გახარია იყო ეკონომიკის მინისტრი, როცა თავისუფალი ვაჭრობა შევქმნით ჩინეთთან 200 მილიონიდან 700 მილიონამდე გაიზარდა ვაჭრობა. 2021 წლის ჩათვლით არის საუბარი, როდესაც შეგვეძლო ჩვენ პიკში იყო ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიული ურთიერთობებზე მაქვს საუბარი და ასევე პიკში იყო ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს მოვახერხეთ ჩვენ იმ ბალანსის შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნდა და დღეს უბრალოდ გადავკიდეს აბსოლუტურად გადავკიდეს მთელი დასავლეთ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს თემა რომ ამოვწუროთ და მე სხვა საკითხებზეც მინდა რომ ვისაუბროთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოხდება საბოლოო ჯამში კობახიძის ღია წერილი ტრამპის სამუშაო მაგიდაზე. აი კიმბერლი ლოუ ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს წერილი ადრესატამდე და შესაბამის პირებამდე მივიდეს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და მეორე მხრივ რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ტრამპს ყველაფერი იმაზე, რასაც ეუბნება ქართული ოცნების ხელისუფლება?
არ ვიცი, მე ვერ გეტყვით ახლა ტრამპის რა რეაქცია იქნება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს არ არის წერილი, რომელიც გამიზნულია ტრამპისთვის. რა თქმა უნდა, ამას ალბათ ყველა აბსოლუტურად პოლიტექნოლოგიური თვალსაზრისით გაცნობიერებული გამოცდილი ადამიანი ძალიან კარგად დაინახავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი სტრატეგიული კომუნიკაციის კონტექსტის მატარებელი წერილი, რომელიც მიმართულია პირველ რიგში ქართული ოცნების მხარდამჭერებზე, იმიტომ რომ გავიდა ბევრი დაპირება, ჩავარდა ბევრი თარიღი, გავიდა და ამ ხალხს აქვს კითხვები, სად არის ის დაპირებული შემოტრიალება, იმიტომ რომ ყველას ესმის, ხომ, რომ სტრატეგიული პარტნიორის ჩვენ დასავლური ურთიერთობების მათი მხრიდან მხარდაჭერის გარეშე ამ ქვეყნის, ესე ვთქვათ, ასეთ მით უმეტეს ესეთ გეოპოლიტიკურ სივრცეში, ესეთი მეზობლის პირობებში შეუძლებელია ჩვენ ვიყოთ პრინციპული, ჩვენ ვიყოთ, არ ვიცი, ღირსეული, ჩვენ ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო, თუ ჩვენ არ გვყავს ძლიერი მეგობრები, რომლებიც მხარს არ უჭერენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, მხარს არ უჭერენ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ჩვენ არ ვართ ძლიერები ჩვენ მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა, მაშინ ძლიერია ჩვენი მტერი და ეს ყველა კარგად ესმის. და ამიტომ ვერ მოახერხა, ვერც მოახერხებს ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების სახით დღეს ხომ, რომ თქვას ღიად და თამამად, რომ ის თავს ანებებს საერთოდ დასავლურ კურსს ქვეყნისას და აღარ აინტერესებს ამ ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის განვითარება. ამას ვერ მოახერხებს ამ ქვეყანაში და ამას ცდილობს ახლა რაღაცნაირად ამაზე პასუხისმგებლობა თავისი მანევრებით სხვაზე გადაიტანოს. დღეს ეს არის ტრამპის ახალი ადმინისტრაცია. ბატონ ბექა, დრო რომ სწორად გავანაწილოთ სხვა თემებზე გადავიდეთ. 80 ხმით ერთხმად პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები, მაშინ მესამე, ანუ საბოლოო მოსმენით. მიღებული კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მაყურებლებს, პროექტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა ისევ და ისევ. მიდის თუ არა ქართული ოცნება წინ იმ პროცესში, რასაც ქვია პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვა და ჩანს თუ არა, რომ ამ გეგმაში მას ხელს ვერავინ და ვერაფერი უშლის. ნუ მე ესე არ დავაყენები საკითხს ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათვე აი აქაც ვერ ივარგეს, ესე ვთქვათ, აქაც ვერ დააფიქსირეს, რომელ პრინციპულობაზეა საუბარი, რომელ ესე ვთქვათ, რაღაცა არ ვიცი, შესაძლებლობებზეა საუბარი, როცა თქვენს, აი ხო ვართ ყველანი აგერ ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდნენ, რომ ისინი აკრძალავდნენ ნაციონალურ მოძრაობას, ხომ, შეიტანდნენ შესაბამისი კომისიის დაწყვეტა სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავდა ნაციონალურ მოძრაობას, ეხლა ხო ხელი შემშლელი არაფერი არ აქვს. ამ ადამიანებს კანონი უკვე მიღებული აქვთ. რატო გამოვიდნენ და თქვეს რომ არა, იცით რა, ეხლა კი არა, მოდი აი არჩევნების შემდეგ აკრძალავთ. აი რატო? აი ამიხსენეთ, თუ ესე მყარად დგანან, თუ მათ რეალურად არაფერს არ ეშინიათ, თუ იმიტომ კი არა რომ მე ნაციონალურ მოძრაობას ვიცავ, ნაციონალურ მოძრაობა დიდი ხნის წინ შეიძლება პასუხისმგებლობები უნდა დაკისრებოდა მის სხვადასხვა წევრს იმ დანაშაულების გამო, რომლებიც ადრე ჩადენილი, მაგრამ ამაზე კი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კანონი ნიშნავს რეპრესიულ პოლიტიკური რეპრესიების კიდევ ერთ ძალიან ძლავრ ბერკეტს და ამაში ალბათ დამეთანხმებით, ხო? და კიდევ უფრო მეტი რეპრესიისკენ გადადგმული ნაბიჯი ნიშნავს ამ ქვეყანაში საბოლოო დემოკრატიული პროცესების გამოუსწორებლად დაზიანებას. და აბა დავსვათ კითხვები, ხო, ღიად და მარტივად. რატო აქამდე არ აკრძალეს? რატო ეხა უკვე კანონი მიღებული აქვს, რატო ხვალ არ გააკეთებენ ამ საქმეს? თუ კი მათ არაფერს არ ეშინიათ და თუ მათ რეალურად ეს, ასე ვთქვათ, ეს პროცესი დეკლარირებულად უნდათ რომ ბოლომდე მიიყვანონ. ჯერ ერთი რომ რა თქმა უნდა მათ ეშინიათ, რა თქმა უნდა მათ არ აქვს იმის რესურსი, რომ რეალურად ქვეყანა საბოლოოდ ჩაკეტონ და რეპრესიების გზით დიქტატურისკენ წავიდნენ, უბრალოდ მიიყვანონ ბოლოში ეს გზა და მეორე ისედაც ტყუილია ეს თავიდან ბოლომდე ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ გადახედონ საკუთარ რიგებს, გადახედონ საკუთარ ჯალათებს, გადახედონ საკუთარ მოსამართლეებს, გადახედონ საკუთარ ძალოვნებს. ვინც წინა სისტემაში ყველაზე გამოკვეთილი და სახელები და გვარები იყვნენ, ვინც წინა სისტემის ბოროტებასთან და ძალადობასთან ასოცირდება, მათი შემსრულებლები, ყველა მათი ასე ვთქვათ, განმობარგებულია დღეს ქართულ ოცნებაში. პერსონალურ შემადგენლობას რო იძახიან, პერსონალურ შემადგენლობა თავისი აქვს ყველა თითქმის უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობა და ამაზე უარესი მდგომარეობა რეგიონებში. აი რეგიონებში პრაქტიკულად ყველა ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელმა გადაიბარა დღეს ქართული ოცნება.
ვიღა დარჩა, არა მხოლოდ რეგიონებში, ლიდერშიპშიც აღარავინ აღარ დარჩა. ძველი ქართული ოცნების შემქმნელი. გეგმაზე კრიტიკა ისმის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ პარტნიორების მხრიდანაც ქვეყნის გარეთ, თუმცა პარტიების აკრძალვის საკითხზე გამოთქმულ კრიტიკაზე არ ვიცი ალბათ მოისმენდით გუშინ რა პასუხი ჰქონდა შალვა პაპუაშვილს, მას გერმანიის მაგალითი მოჰყავს, რომელმაც ულტრამემარჯვენე დაჯგუფება გერმანიის სამეფო აკრძალა, ამ კონტექსტში კი უცხოელი პარტნიორები პირველ რიგში კი სწორედ გერმანია გააკრიტიკა კრიტიკისთვის. გერმანიაში ხელისუფლება კრძალავს რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ არ აღიარებენ ხელისუფლებას, საქართველოში კი გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეულ ხელისუფლებას. ისევ ორმაგ სტანდარტზე მეუთითებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ისევ ამტკიცებს, რომ უსამართლოდ ერჩიან საქართველოს. რა განსხვავება? ეს არის ნახევრად სიმართლე, იმაში რაც ხდება საქართველოში და იმაში რაც თქვა მოხდა გერმანიაში. წესდება არის ძალიან რადიკალური. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ვისაც მსგავსი რადიკალური მიზნები აქვს და თუ აქვს საქართველოში მსგავსი რადიკალური მიზნები, რაც უნდათ ის უქნიან, ამაზე არ არის საუბარი. აქ საუბარი რაზეა, იცით რომ როდესაც არჩევნების ტოტალური გაყალბება ხდება. აბა აიღოს მაშინ პაპუაშვილმა, ამ კაცმა და ეუთო ოდერის შეფასებები არჩევნების ჩატარების და იქ გამოვლენილი პრობლემები, ხარვეზები და მასშტაბი გაყალბების შეადაროს გერმანიის არჩევნებს და გერმანიის არჩევნებით არჩეულ ხელისუფლებას. აი ეს გააკეთოს, თუ მას სრული სიმართლის თქმა უნდა და მე რეკონდეს პრეტენზიები აღიარება არ აღიარებასთან. რა თქმა უნდა, ეს იქნება თუ მას სურს რეალური არგუმენტაციის მოყვანა, აი როცა შეეძლებს და დაადასტურებს, რომ გერმანიის არჩევნები ისეთივე ჩატარდა, მოდი ესე ვთქვათ, როგორც ჩატარდა 2024-ში არჩევნები საქართველოში, კი ბატონო, აი მოიყვანოს ამის არგუმენტაცია და მე პირადად პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ პირადად ჩემგან მას როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს აღიარება ექნება. ოღონდ აი აჩვენოს ქართულ ხალხს, როგორ იყო არჩევნები საქართველოში ეუთო ოდერის შეფასების მიხედვით და როგორ იყო არჩევნები გერმანიაში და აი მე ვისაუბროთ, რამდენად აღიარება არ აღიარების საკითხი არის მათი ძლიერი მხარე. კარგი. კიდევ რამდენიმე საკადოცვლებაა ხელისუფლებაში და ამ საკითხსაც რომ გამოვეხმაუროთ, ამჯერად საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა საკადრო გადაადგილებები, შეიცვალა თბილისის პროკურორი, ისე როგორც ახალი მოადგილე ყავს გენერალურ პროკურორს და ესეც არ არის ყველაფერი. ბათუმის მერმა მიიღო თანამდებობის დატოვების გაწყვეტილება, რის შესახებაც მან გუშინ სოციალურ ქსელით ამცნო საზოგადოებას, იქამდე კი ქვემო ქართლში რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი გადადგა თანამდებობიდან, რომელმაც ასევე Facebook-ით გააგებინა ამის შესახებ ხალხს. ეს ის შინჯიკაშვილია, ესეც უთხრეთ მაყურებლებს, რომელზეც ამბობენ, რომ სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე ხარებასთან. მოკლედ, ხარიბაშვილის კადრების გაშვება და სახელმწიფო სტრუქტურების კობახიძის კადრებით შევსება, თუ როგორ უყურებთ იმ გადაადგილებებს, რასაც ახლა და ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორც ქართულ ოცნებაში, სახელმწიფო პარტიაში, ისე ზოგადად სახელმწიფოში. არის ესეთი პროცესი, როდესაც არის ოლიგარქიული მმართველობა, როდესაც არის არაფორმალური მმართველობა და როდესაც არის როდესაც გადანაწილებულია ეკონომიკა, ესე ვთქვათ, და ქვეყნის გავლენის ჯგუფები სხვადასხვა სფეროებზე არიან პასუხისმგებელი, ესე ხდება ხან ერთი კლანი იმარჯვებს, ხან მეორე კლანი იმარჯვებს, აი ესეა. ადამიანები ასეთ სისტემაში შეიძლება ერთ დღეს იყვნენ ოლიმპოს მთაზე და მეორე დღეს დაინარცხონ ძირს. აი ესე ხდება სამწუხაროდ ამ ესე ვთქვათ მახინჯ სისტემაში, რომელიც ესე ვთქვათ არის სხვა არაფერი თუ არა კლანებს შორის, ესე ვთქვათ, გავლენების სფეროების გაზრდის შეჯიბრი. მაგრამ მე ეს ადამიანებს სულ არ მაღებებს, აი სულ არ მაინტერესებს, აი ხინჯიკაშვილი ეხა დარჩებოდა სადაც არის და გავლენას მიმატებდა ღარიბაშვილის კახურ კლანს თუ არ მიმატებდა ან ვიღაცა სხვა პირობითად ვამბობ, ხო სულ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ის ხალხი, რომელმაც ხმა ამოიღო ამ ქვეყნის მომავლისათვის, თავისუფლებისათვის, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის განცხადებით გამოხატა საკუთარი პოზიცია ანტიდასავლური, ესე ვთქვათ, პროცესებზე, ანტიდემოკრატიულ პროცესებზე და ყველას ზედმიწევნით ესე თანმიმდევრულად ყველას იბარებენ და სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის რეორგანიზაციის გამოცხადებით საჯარო სამსახურიდან უშვებენ. ესე ხდება პარლამენტში, ესე ხდება სამინისტროებში, ესე ხდება ლოკალურ მუნიციპალურ დონეზე. მე ეს ადამიანები უფრო მადარდებს და მათი მომავალი და მადარდებს ის სისტემა და მებრალება ის საჯარო მოხელეები, რომლებიც აი იმ სისტემაში რჩებიან, ასე ვთქვათ, სადაც
თავისუფალი ხმის და თავისუფალი ასე ვთქვათ რაღაც პოზიციის დაფიქსირებაც კი არ შეუძლიათ. აი ეს არის ძიმე მოცემ ამაზე ვილაპარაკოთ ჩვენ და ვილაპარაკოთ აი ამ ხალხის გადარჩენაზე და როგორ შეიძლება მათი მდგომარეობა შეიცვალოს მომავალში და როგორ შეიძლება ამ სისტემის დეპოლიტიზება მოხდეს. თორე ეხლა ვიღაცა კლანის მიერ რაღაც ჩასმული და ვიღაცა ადამიანების მიერ ჩანერგილი გავლენის ბერკეტები მათი ბედიღბალი მე სულ არ მაინტერესებს ველა და ამიტომ კიდევ ერთხელ ამას არაფერი აქ შესაძლებელი არ არის უბრალოდ დღეს გაიმარჯვა კონკრეტულმა კლანმა ხვალ რომელი კლანი დაამარცხებს და გაიმარჯვებს ეს ხალხისთვის არაფერი იცვლება მოკლედ ამას ამ ხალხისთვის არაფერი იცვლება პირიქით უფრო და უფრო მეც ადამიანს აუშვებს ამსახურება მე იმედი მაქვს რომ ამ ხალხს საბოლოოდ გაიმარჯვებს ერთადერთი ლეგიტიმური კლანი უკაცრავად ამ სიტყვისათვის და ეს არის საქართველოს მოქალაქეები სხვა ყველაფერი იქნება ყოველთვის აი ესეთი ასე ვთქვათ რაღაცა დინამიურობის თან ნეგატიური დინამიურობის ასე ვთქვათ წინაპირობები ბოლოსკენ გავდივართ, თუმცა მინდა მოვასწრო საუბარი იგივე ხელისუფლების წარმომადგენლების საგარო ვიზიტებზე, რომელიც თქვენ ახსენეთ კიდეც ინტერვიუს დასაწყისში, თუმცა გთხოვეთ, რომ ცოტა მოგვიანებით გვესაუბრა ამ თემაზე. აი შალვა პაპუაშვილი იმყოფებოდა უნგრეთში და ეს მაყურებელმა იცის, სადაც ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ახლა საგარო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილია ლუქსემბურგში, სადაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესია იმართება, ისე როგორც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფება ბერლინში და გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს. ომხრივი შეხვედრებიც ჰქონდა შალვა პაპუაშვილს, ისე როგორც საგარო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ორმხრივი აუდიენციები ექნება მაკა ბოჭორიშვილს. აი როგორ უყურებთ ამ ყველაფერს? ქართულმა ოცნებამ ევროპაში ვიზიტებიც და გასვლაც დაიწყო. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დრო, რომელიც გადის, ქართული ოცნების სასარგებლოდ მოქმედებს. მოდით ესე ვთქვათ, ჩვენ რაღაცაზე დასკვნა გავაკეთოთ, წინა მოვლენებით, ანუ ისტორიული მოვლენებით უნდა ვიხემძღვანელოთ, ხო? ანუ ერთ-ერთი გზა არის ეს. ვიზიტები აქამდეც ჰქონდა ქართულ ოცნებას, ჰქონდა ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მაგალითად ეკონომიკის მინისტრს ჰქონდა ვიზიტი ყოველწლიურ, ესე ვთქვათ, საერთო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ ანგარიშის წარდგენაზე თუ მოხსენებას. პოლიტიკური ხასიათის ვიზიტების ჰქონდათ, მათ შორის მაკა ბოჭორიშვილს მაგალითად ჰქონდა შეხვედრები საქართველოს ტერიტორიაზე პირობითად ვიზიტი მაინდა-მაინც ხო რა თავარი არის კონტექსტი პოლიტიკური ხო ანუ აქ საუბარი არის ტერიტორიაზე ამშალო ამ თავარია პოლიტიკური შეხვედრის შინაარსი და კონტექსტი რა იყო ხო აგერ კონდათ და გამოჩნდა კიდევაც ამ წერილით არაერთი მცდელობა კარზე კაკუნის ადმინისტრაციასთან ფაქტი არის ის რომ დასავლეთ სახელმწიფოები ისე როგორც ევროპიდან ასევე ამერიკის შეერთებული შტატები ამ ხელისუფლებას რა თქმა უნდა ეხლა შეხვედრები შეიძლება იყოს მომავალშიც გაგრძელდეს ესეთი შეხვედრები. თავარია შეხვედრების შინაარსი რა იქნება საკითხები. აბა როგორ შეიძლება ახლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ერთის მხრივ სანქციების პაკეტი გაგრძელდეს და მეორეს მხრივ ამ ადამიანებს თუ არავინ უთხრა, თუ არავინ ესაუბრა, რომ ესა და ესაა გასაკეთებელი, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პრობლემები თვითონ შექმნეს და თვითონ უნდა გამოასწორონ, რომ არჩევნები ასე ვთქვათ არ არსებობდა, რომ ათეულობით პოლიტპატიმარი დღეს უკანონო ციხეში ზის. აი ეს საკითხები თუ არავინ არ უთხრა, არ ელაპარაკა ამ საკითხებზე და არ მიუთითა რომ ეს არის გასაკეთებელი, გარედან ზეწოლის წყარო სხვა რა უნდა იყოს, ხო? ეხლა როგორ წარმოგვედგინა ჩვენ არც არ წარმოგვედგინა რომ მთავარია ამ ქვეყნებმა, ამ სახელმწიფოებმა შეინარჩუნონ ის პოლიტიკური პოზიცია, რაც არაერთხელ დააფიქსირეს მათ შორის საპარლამენტო რეზოლუციებში, გულისხმობ ამ შემთხვევაში არაღიარების საკითხს, ეს არის მთავარი, თორე საუბრები და ლაპარაკი რა თქმა უნდა გაგრძელდეს. პირიქით, უფრო მეტი წნეხი უნდა წამოვიდეს, უფრო მეტმა ქვეყანამ ღიად მათთან უნდა დააფიქსიროს პოზიციები, უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა გაუდათ მათმა წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, უნდა გაუცამტვეროს მათ არგუმენტები, რაც მიაქვთ ხოლმე როგორც წესი ეს წინასწარ დაწერილი რაღაც ისულელე არგუმენტები, ხო, რაღაც რევოლუციებთან და ასე შემდეგ დაკავშირებით. ანუ ამ ყველაფერს არ უნდა შევხედოთ როგორც ნელ-ნელა და ნაბიჯ ქართული ოცნების ლეგიტიმაციის აღიარებას. არა, ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ როგორც ნელ-ნელა და ნაბიჯ საგარეო წმეხის კონკრეტულ ქმედებებში, გულისხმობ, შეხვედრები იქნება ეს, საუბრები იქნება თუ სხვა, გადატანას. ასე უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი პოლიტიკური პოზიცია, არც ერთ სახელმწიფოს, მათ შორის ევროკავშირის, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეცვლილა. ამასთან დაკავშირებით საუბარი ყოველ შემთხვევაში ღიად მათი მხრიდან არ დაწყებულა. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი ახლა უბრალოდ რაღაცა საქართველოს წარმომადგენლებთან საერთოდ კომუნიკაციას არ გააგრძელებს, ეს არავის არ ყოფილა ამის შემადგენელი ნაწილი. კომუნიკაცია იქნება მთავარია კომუნიკაციის შინაარსი და ჯერჯერობით გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს შინაარსი არის
საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არსებული და არა პირიქით. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ და ამჯერად უშუალოდ თქვენს პარტიაზე მინდა კითხოთ, მაისი დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაწყვეტილება გექნებათ მისაღები, შედიხართ თუ არა პარლამენტში, თუ კი ასე არ მოიქცევით და საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებით, იცით რომ თქვენი პარტიის წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება. რას აპირებთ, ასე მარტივად მინდა კითხოთ, შეხვალთ და დაიწყებთ მუშაობას თუ მზად ხართ იმისთვის, რომ მანდატები შეგიჩნდეთ? არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს, რომ ჩვენ ხრიდან ლეგიტიმაცია არ ექნება საქართველოს პარლამენტს და ჩვენ ამას ნაბიჯს არ გადავდგამთ. მიუხედავად ამას ბევრი სპეკულაციისა, თქვენ გახსოვთ, რომ აი გახარია ახლა შევა პარლამენტში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გახარია ეს პარტია, მე აღმოჩნდა რომ თურმე ჩვენ არ შევდივართ, მე იყო ძალიან დიდი ესე ვთქვათ ბულინგის მცდელობა მანდატების ჩახსნაზე და ამის საკითხის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ეს აღმოჩნდა რომ არის სისულელე, უტვიფრობა და უტვინობა, მოდი ესე ვთქვათ და სინამდვილეში არც ამას არ აქვს კავშირი. დღეს აი მოვიდა ის დრო, უბრალოდ კარგახანია ეს დრო მოვიდა, მაგრამ რაღაც ეხადასვით ეს საკითხი რომ აი არის თუ არა ჩვენთვის გადამწყვეტი ეს ვთქვათ შესვლა იმისთვის რომ მანდატები შევინარჩუნოთ. არ არის გადამწყვეტი, ამიტომ ჩვენ არც ვაპირებთ ვთქვათ პარლამენტში შესვლას და მაგრამ ხართ იმისთვის რომ მანდატები შეგიჩერდეთ, თუმცა აქ კითხვა ჩნდება, კითხავთ და ერთად მიპასუხეთ, აქ კითხვა ჩნდება, რას უზავთ სიას, ანუ სიას ტოვებთ და შესაბამისად თქვენს ნაცვლად ადგილმონაცვლეები აღმოჩნდებიან პარლამენტში თუ რა იქნება? გეტყვით მაგაზე, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრე ამაზე, საჯაროდ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაგრამ მანამდე უნდა ვთქვა, ხო, კარგია რომ ამ თემებზე მაინც კიდევ ერთხელ აქცენტირება ხდება, იმიტომ რომ საზოგადოებაში არის პროპაგანდა ქართული ოცნების მხრიდან, მათ შორის ბევრმა არ იცის, რომ აი ჩვენ მაგალითად ვიღაცებს გონიათ, რომ ჩვენ აქ ხელფასთან რაღაც სარგებელს ვიღებთ იმით, რომ მანდატები გავტოვით. პერსონალურად ამ შემთხვევაში დეპუტატებზე მაქვს საუბარი მანდატები პარტია საბიუჯეტო სახსრებს. მაგაზე გადავალ, ხო? და გონიათ, რომ ესე არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის. მეორეს მხრივ, ჩვენთვის რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რაც თქვენ გამახვილებთ ყურადღება. ჩვენ არა ვართ პარტია, რომელსაც გვერდში უდგას ბანკირი, ოლიგარქი, ყოფილი ნაცმოძრაობის წარმომადგენელი, რომელმაც წინა ხელისუფლების პირობებში ფული იშოვა და მეორე ოცნებასთან გაგზლა ისე ფული შოვნა, ასეთი ჩვენ არ აღყავს. ჩვენ ვართ უბრალო ადამიანები, ძირითადად საჯარო მოხელეები, რომლებიც აქამდე მოვდივართ აბსოლუტურად, არ ვიცი, აი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობების და ძალების ფარგლებში და არავინ ჩვენ ასე ვთქვათ დამფინანსებელი ოლიგარქია მით უმეტეს არაგამჭვირვალე არ გაგვაჩნია. სიას დატოვებთ და პარლამენტში ვნახავთ თქვენს ადგილმონაცვლეებს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღია და გამჭვირვალე და ჩვენს მიერ ჩვენი ძალისხმევით მოპოვებული დაფინანსების არსებობა პარტიისთვის და ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ უნებრივია ჩვენ ამ დაფინანსების შენარჩუნებაზე ვიფიქრებთ და ვიზრუნებთ. იმიტომ რომ არავისთან არ ქონდეს დასამალი და არავის არ ქონდეს ვალდებულება საქართველოს მოქალაქეების გარდა.